კამერა მოს გასაწმენდი. მე უკვე მაქვს 100%-იანი შემოდგომის განწყობა. ჩავწვეთ. მაგრამ ზე გამოდის. და მე მაქვს შემოდგომის განწყობა. რა გავაკეთო? დილამშვიდობისა. სანამ ბავშვები მიირთმევენ, მე აქ ცოტა ხანი მე მაქვს უკვე იცით შემოდგომის განწყობა. ეს ჩვენი ყურძენი წელს აი ავიდა კაკლამდე. ეს ყურძენი ჩვენ არ დაგვერგია, იმიტომ რომ აქ რომ მოვედით, აქ იყო პაწუკა, მოუვლელი და გამოვიდა რომ ეს არის გარეული ყურძენი. რაღაც წვრილებია რა და და მოუარეთ ცოტა, იმედი მაქვს რომ ხვალ ზეგ გულისხმობ მომავალ ზაფხულს მოგცემს ეს შედეგს. ანუ კი თქვენი კროქსები ყველგან ყრია. ეხლა უყურებ ეზოს და ვფიქრობ რომ მისალაგებელია ცოტა, რადგან ბაღი იწყება, სკოლა იწყება სულ რაღაც 5 დღეში და მიუხედავად იმისა, რომ უკვე მზად ვარ, ბავშვები მზად არიან, მე ფსიქოლოგიურად მზად ვარ, ფიზიკურად ცოტა არ ვარ, მაგრამ მე მზადები. ბავშვები მზად არიან, უნდა ბაღიც, სკოლაც, ცეკვაც, კალათბურთიც, რობოტოტექნიკაც და ცურვაც, ყველაფერი უნდათ. იმას გულისხმობ, რომ ეზო მინდა ცოტა მივალაგო. საშემოდგომოდ არ ვტოვებთ ხოლმე რა დასალაგებელ ეზოს. დასალაგებელ რას გულისხმობ, მაგალითად, რამე თუ არ დევს ზაფხულის მერე თავის ადგილზე, ან სათამაშოები რო ყრია მთელ ეზოში, ამ ყველაფერს ვალაგებთ, იმიტომ რომ მე ფაქტიურად არავის არ აქვს დრო არც თამაშის, კვირის გარდა, იმიტომ რომ მარტო კვირა გვაქვს ფაქტიურად თავისუფალი. ჩემ შვილს შაბათი აქვს თავისუფალი უფროს და გოგოებს მხოლოდ კვირა, რადგან შაბათს აქვს ცეკვა და ეს ყვავილები რა ლამაზად ამოვიდა. და მინდა მივალაგო ეზო, რატომაც არა. როდის თუ არა ახლა. ხელთათმანები მოვიმარაგე და ახლა მივალაგებ, აღარ მინდა დავტოვო.
ეს სარეცხი ვერ გაშაურდღებენია. ჩაიცე წადი. ბატონს ვტოვებთ. ეს ქოლგა უნდა მოვაშორო აქედან. უკვე ამ ქოლგას მოვაშორებ. შევინახა უბრალოდ მოვაშორებ რა სიტყვა ლიკარას სიტყვებს ამბობ. და ეს ბუშტისა დაუკიდიათ ნახეთ. მოდით და შევუდგეთ დალაგებას. რატო დავტოვო ხო? მეუღლე კი მოვნება, მე დამელოდეო, მე დაგეხმარები, მაგრამ დაველოდო. გასაკეთებელი უნდა გაკეთდე 3 წამს, ესე მიყვარს მე და გავაკეთებ. ნაგავი არ გადავყარეთ, რადგან ისეთი გადავსილი იყო ნაგვის ურნა, რომ ადგილი ვერ ვნახე, სად ჩამეგდო ეს ჩვენი ორი რაღაც პარკი რა. რო დავტოვეთ სახლში, იქ ხო რაღაც საჭმელების ნარჩენებია ხოლმე და ჩვენი ეს პატარა ლეკვი მიდის და აინტერესებს რა არის შიგ და სულ გადმოუყრიათ რა ამ ძაღლებს. ეს ნაგავი და ეგ უნდა ავიღო. აქ დაგაყენებთ. შტატივის გამოტანა ძალიან მეზარება. აი ცოტა ხანი აი ეს ყურეთ ცოტა ხანი. Kim, რა ხდება?
დავაფარებ. რომ იცოდეს რომ მანდ არ შეიძლება. გამიგე შენ? ნახეთ. როგორ ის დღიდან რაც დავიწყო საკუთარ თავზე მუშაობა, ჩემს რაღაც ისეთ მომენტებზე, რაც არ მომწონდა, მივხვდი რომ საქმე უნდა გადაიდოს, როცა არის გასაკეთებელი, უნდა გაკეთდეს. აი დაუშვათ დღეს, ხო? გამოვედი ვალაგე ბეზოს და რაღაცეებს. ეხლა მძიმე რაღაც ნივთებს არ ავწევ, რა თქმა უნდა, მაგას მეუღლე გაკეთე, მაგრამ რისი გაკეთებაც მე შემიძლია. რატო არ უნდა გავაკეთო, რატო უნდა გადავდო, რა თქმა უნდა გავაკეთო. აქ ეხლა ვიღოთ ქოლგა. ეხლა მე მჭირდა და ამის გასუფთავება, მაგრამ უნდა დავკეთო. რა? Сахар, год салагабели. Okay. Мамочка, хочешь я тебе помогу? Ты догадайся. Ты иди ложись. Я не знаю, помогти. Ипки. ეხლა მინდა კიდევ ერთი ბალახი დავკრიფოთ, სანამ ვისვენებ, შესვენება მაკრატელს მოვიტან. მე გამიფუჭდა სარიცხის მანქანა. სადღაც 4 დღის წინ. გარანტიაზე არის და დაურეკე სიგის გარანტიო იქრა ორგანიზაციაში და Samsung-ი მქონდა. და მითხრეს რომ დეტალს ვიყიდით და გაგიკეთებთო რა, მაგრამ შეგიძლია გარეთ ხო 400 ბრუნვაზე. დიდ ბრუნვას ნუშვები, რადგან ის არის. ბრუნვის რაღაცა გაფუჭებული ქონდა. პაჩიბნიკი თუ რაღაც არ ვიცი. ხო და კარგით მეთქი და ისე რეცხავდი რა. და ეხლა მერეკავენ გუში რომ შეგვიძლიაო ახალი მანქანა მოგაწოდოთ ამ მანქანის ნაცვლად. ესე იგი თუ ესენი ორგანიზაციები ვერ შოულობენ დეტალს, ყიდულობენ, გთავაზობენ ახალ მანქანას იგივე ფასში. ან თუ რაღაცა სხვა მანქანა მოგეწონთ ცოტა უფრო ძვირიანი, შეიძლება დაამატო რა. და რა
რაღაც იტალიური ახალი მანქანა არის. გაჩვენებ დღეს უნდა მომიტანოს მეუღლემ, თვითონვე მოვიტანთ რა ჩვენ მანქანით. ძალიან ლამაზია. იმ მანქანაზე ლამაზია. მე ვაკვირდები ხოლმე ტექნიკას, რომ გარეგნულად უნდა მომწონდეს და უნდა შევუხამო ჩვენს სამზარეულოს და ძალიან მომეწონა. და გაჩვენებთ. რა კაი ხედია. ჩემთან სადაც არ მიხვალ, ყველგან კაი ხედია. ის გეხვეწებით. აი ნახეთ ის ხრუბლები. აი ეს ბალახი მჭირდება. არ ვიცი ქართულად როგორ არის, მაგრამ რუსულად ქვია კლევერ. ძალიან ბევრი მიგდება აქ და უნდა მოვყიდოთ. რატო არ გამორთეთ? აი ამდენი მეყოფა მომავალ გაზაფხულამდე. შენ მე დამყვები? ჩემთან ხარ? მოდი ჩემთან. მოდი. ესე იგი ჩემი უფროსი შვილი ვერ გადაეწყო სწავლის განწყობაზე რა. სულ უნდა სადღაც გარეთ გასვლა. დამჭირდება სამთლებისთვის. არა და მე მინდა ეხლა რომ გადაეწყოს უკვე სწავლაზე, ხო? მაგრამ არა. მენდენი რამე მინდა რომ ალბათ ბავშვების იმაში არ შედის. გიგმებში არ ვარაუშავს. ყველაფერი იქნება. როგორ გინდოდა ლიკა ბავშვები ისვენებენ ახლა. მე რო გავხსენოთ. ფიფქი. მეც არ მინდოდა დიდად მაშინვე წიგნებთან ჯდომა.
სათავბრო ხარ და გეხოთ. ეს ყვავილიც მოგონება. ეს ფერი ძალიან საოცარი ფერია. ნახეთ, ხიავარდის ფერი. გვეყოფა ვფიქრობ. ეს ცოტა იკლიანია, რუსულად ქვია ჩერტოპოლოხ. დამცავია ზოგადად სახლის, ოჯახის ნეგატივისგან. და ყველგან რო ეს მეზრდება ეზოში. რა მაგარია რა? როიცავს ჩემს ეზო კარს. მე მჯერა ამ ყველაფერს მეგობრებო და გირჩევთ რომ თქვენც დაიჯეროთ. ამის თუმჯერა ეს იმას არ ნიშნავს რომ ღმერთის წამს რა თქმა უნდა ღმერთია ყველაფერი ყველასთვის, მაგრამ ეს არის ის რასაც გვაძლევს ბუნება. არის ის რასაც გვაძლევს ბუნება. და ღმერთი და ბუნება ვფიქრობ რომ ერთია. ჩემი აზრი ასეთია. შემქმნელმა ხო? დააკეთა ეს ყველაფერი. უბრალოდ არ გაუკეთებია. და ისიც ხომ იცით, როცა ცუდად იზრდება რომელიმე მცენარე, რომ ესაუბრებით, კარგად იწყებს ზრდას. და ესაც უბრალოდ არ ხდება. უბრალოდ ამ რამოდენიმე ფაქტორს რომ შეხედოთ და დაფიქრდეთ, მიხვდებით. იმას გულისხმობ, რომ პირდაპირ არ უნდა იყუროთ სულ და მარტო ერთ რაღაცას არ უნდა ხედავდეთ რა. ცოტა ფართოდ უნდა მსჯელობდეთ. იმას გულისხმობ. და ამ ყველაფერს ასაც გვაძლევს ბუნება. ამას აქვს ძალიან დიდი ძალა. ამ ძალის მაჩერა მე შევიჭყიდოთ ჩემს ტყეში. ფოტოსთვის. აბა შევიჭყიდოთ, ნახოთ რა ხდება. ერთ წამი შტატივი. კაბასტոր, ბიჭო, გოგო, ვინ ხარ? სულ უნდა რომ ჩემი შტატივი დაღრღნას. გაჩერდი. აი ასე დავიჭერ ხელში. ეს ისეთი კარგი შტატივია. თან ვიყურები ხოლმე ვინმე ცხოველი არ შემხვდეს.